სამყარო მშვიდობისა მეგობრებო, თქვენ მოხდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს საჯარო გაშლა გვექნება თემაზე, თუ რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. არ არის აუცილებელი, რომ ორიენტირდეთ მაინც და მაინც სასიყვარულო პარტნიორზე. შეიძლება ჩაიფიქროთ მეგობარი, სამსახურის თანამშრომელი, აი ზოგადად ადამიანი, ვიზაც გაინტერესებთ, რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში. ნახოთ, გვექნება ორი ვარიანტი. შეგიძლიათ ორივე ვარიანტში ჩაიფიქროთ სხვადასხვა ადამიანი, ან ამოირჩიოთ მხოლოდ ერთი. ნახოთ, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან მიმართებაში. პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. იმედია, ორი ვარიანტი გარკვევით ჩანს თქვენთვის. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან მიმართებაში. ნახოთ. პირველი ვარიანტი. რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან მიმართებაში. მოგდით რვიანების პენტაკლები. პიროვნება ფიქრობს, რომ საქმეს რომელსაც აკეთებთ, ზოგადად ძალიან გულიანად აკეთებთ. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც რაღაცა ქმნის გარკვეულ სიტუაციებს გარემოში. თუ თქვენ აქ თქვენი მეგობარი ჩაიფიქრეთ, გეტყვით, რომ ადამიანი თვლის, რომ თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ ზოგადად გარემოში შექმნა, სიტუაციის შექმნა გარშემო ადამიანებისთვის. თუ ჩაიფიქრეთ თქვენი უფროსი ან თანამშრომელი თვლის, რომ ძალიან მშრომელი ადამიანი ხართ, რომელიც თავის საქმეს ასრულებს ისე, როგორც საჭიროა. მოდი უფრო ღრმად შევიდეთ ფიქრებში და ვნახოთ, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან მიმართებაში. კარგი. ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ზოგადად ძალიან ცვალებადი ხასიათის მქონე პიროვნება, რომელიც ესე რომ ვთქვათ, მომენტალურად იცვლის თავის გუნებას. ერთ მომენტში თუ არის ძალიან კარგ ხასიათზე, მეორე მომენტში შეიძლება უეცრად იცვლებოდეს ეს სიტუაცია, ხო? რაღაცა მხრივ ადამიანი ცოტა კრიტიკულად გიყურავთ, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აი თითქოს ეს თქვენი სტაბილურობა იქ უქმნის იმის განცდას, რომ შეიძლება აი ფიქრი რომ აი როგორ ახერხებს ამას, ან საერთოდ ახერხებს კი გარეგნულად ეს როგორც გამოიყურება ისე. აი თითქოს ადამიანი მუდმივად ორიენტირებულია და ჩასაფრებული იმაზე, რაღაცა გიპოვოთ, მეგობრებო. რამდენადაც თქვენ ჩანხართ, რომ ყველაფერს კარგად აკეთებთ, იმდენად ადამიანი ორიენტირებულია, რომ რაღაცაში ჩაგისაბრდეთ, ხო, გამოჭერაზეა, მოდი მე ესე ვიტყოდი რა. მაინტერესებს, ანუ რა მიზნით არის გამოჭერაზე, ანუ რაიმე კონკრეტული მიზანი აქვს თუ დაუშვათ უბრალოდ რაღაცა, არ ვიცი, ესეთი ადამიანია. კარგი, რა მიზნით აკეთებს ამას, რა მიზანი აქვს? კარგი, და მიკონკრეტე. ხო, მიზანი თქვენთვის პრობლემების შექმნა არ არის, მაგრამ აშკარად რაღაცა კონკურენტად გიყურებთ ადამიანი. ადამიანი თქვენზე ჩასაფრებულია, იმიტომ რომ დააკვირდეს, რამდენად შედეგიანია თქვენი შრომა და თუ ეს ასე არ არის, იმ წამსვე ჩაერიოს და რაღაცნაირად აი მომენტს არ გამოტოვებს, ოღონდ რაღაცაში ჭკუად აგარიგოთ და ოღონდ რაღაცა შენიშვნა მოგცეთ. ადამიანი რამდენადაც ესე რომ ვთქვათ, პოულობს თქვენში შეცდომას, იმდენად ბედნიერია ამით, მოდი მე ესე ვიტყვი, იმიტომ რომ აი ნახე, აი რაღაცა მაინც უპოვე. აი ჩათვალეთ, რომ აი ჩვეულებრივად თვალთვალზე ყავხართ ამ ადამიანს აყვანილი, იმიტომ რომ აი სულ რაღაცა ჩასაფრებული არის, ხო? სულ რაღაცას ეძებს, სულ რაღაცა უნდა რომ იპოვოს. მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ პოულობს და კოორდინაციაში უვარდება, ხო? და ამას იმიტომ აკეთებს, რომ ესე რომ ვთქვათ, აი რაღაცა თავისი უპირატესობა დაგანახოთ, რომ ნახე მე შენზე მეტი ვიცი, ნახე აი
მაინც შეგეშალა რაღაცა. აი რაღაცა გამოჭერაზეა, რომ აი ოღონდ რაღაცაში ჩაგერიოთ რა. აი მაგაზე არის. ოღონდ ამას ვერ ვიტყვი, რომ აი თლად ბოროტული მიზეზით აკეთებს, просто აი ეგოს თემა არის რა. რომ ეგოცენტრული ტიპაჟია და უნდა რომ აი გაჩვენოთ, რომ აი რაღაცა ისწავლა ცხოვრებაში. და რაღაცა გაუგია, ხო ანუ ეგ ტიპი არის რა მარტივად რა გითხრათ. თუმცა აი კრიტიკულით არ აკეთებს მოდი ასე გეტყვით რა. მაგრამ მაინც ყურადღებით იყავით ხა რაღაცა მის არასასიამოვნო არის ხა რომ ვიღაცა თქვენს სამუშაო პროცესში ცდილობს რომ ჩაგერიოთ ხო? ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამას. მადლობა პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტზე გადავიდეთ, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან მიმართებაში. მეორე ვარიანტი. ხო, მეორე ვარიანტს რაც შეეხება. ადამიანი თქვენთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ ცოტა ბოდიში და აი ფეხებზე მკიდია ტიპი ხართ რაღაცებში. ადამიანი ხართ შეიძლება ძალიან გულწრფელი, ძალიან ისეთი მხიარული, უპრობლემო ტიპაჟის საბეჭდებას ტოვებთ, რომ აი ისეთ აშფადურაზე აქ აწყობილი ცხოვრება და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან თბილ და გულწრფელ ადამიანად გიქვამთ, ხო? და რამდენადაც ეს ადამიანი თქვენში გულწრფელობას ხედავს, იმდენად ხედავს, რამდენად შეიძლება, არ ვიცი, ოხუის ტიპი იყოთ, ან მეორეს მხრივ რაღაცა ადამიანი, რომელიც ხან დღეს აქ არის, ხან მეორეგან იქ არის, ცოტა პონტის ტიპი გონი ხართ რა რაღაცეებში, იმიტომ რომ გართობა გიყვართ მისი აზრით. კარგი. სხვათაშორის გულწრფელი და ალალი ადამიანის შთაბეჭდილებასაც ტოვებთ ამ პიროვნებისთვის. რას ფიქრობს ეს ადამიანი, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, მეორე ვარიანტი, თქვენთან მიმართებაში? კარგი. ამ შემთხვევაში გეტყვით ესეთ რაღაცას. ცოტა ცხოვრებაში გაურკვეველი ადამიანი გონი ხართ, მინდა გითხრათ, რომ აი დღეს ერთს აკეთებს ხოლმე მეორეს და რაღაცა გზა ვერ უპოვია ცხოვრებაში. რაღაცა ესეთი აზრი უჩნდება თქვენთან დაკავშირებით, მაგრამ მეორეს მხრივ ფიქრობთ, რომ აი რაღაცეებს შეიძლება კი აკეთებთ, მაგრამ ამ ყველაფერს შედეგი არ მოაქვს, ხო, აი რაღაცა ვერ ხედავს ეს ადამიანი თქვენგან გაწეულ შრომას და რაღაცა ბევრი განცდები და წუხილები აქვს მინდა გითხრათ თქვენზე, მაგრამ რაღაცნაირად ეიმედებით მაინც რომ მოახერხებთ მიზნამდე მისვლას. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ იმდენად მიზანდასახული ადამიანი ხართ, აი ამ ფეხებზე მკიდიაობის მიუხედავად აწმყოში საქმეს აკეთებთ, თუმცა რადგანაც ეს ადამიანი ჯერ დიდი ხანია ელოდება ეს შედეგები, როდის დაგიდგებათ თქვენს ცხოვრებაში, ხო? ცოტა თან უიმედოდ არის და თან იმედიანად, აი თითქოს ფიქრობს, რომ რაღაცეებში არის რაშიც დროს კარგავთ, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ, ბევრად უფრო შორ გზებზე წახვიდეთ და ესე რომ ვთქვათ, მიაღწიოთ თქვენთვის ნანატრ სურვილებს და სხვათა შორის შეიძლება მისთვისაც კი. კარგი, რა იგულისხმება ამ შემთხვევაში? მოდი უფრო ჩავეციოთ დეტალურად, რა ფიქრები აქვს ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით. ეტლი. კი, ადამიანი აშკარად ფიქრობს, რომ ვითარდებით და განვითარების პოტენციალიც გაქვთ, მაგრამ ისევ, ანუ გაურკვეველია რა გზით მიდიხართ, სად მიდიხართ. ანუ ვერ ხედავს ამდენი ხანია რომ რაღაცას აკეთებთ, რატო აკეთებთ და რისთვის აკეთებთ, ხო, ანუ ვერ ხვდება მიზანი რა გაქვთ. ანუ საიდკენ მიდის თქვენი გზა. არა და ანუ იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი რაღაცა მოდი ესე რომ ვთქვათ, დანიშნულების არეალს წარმოადგენს, ხო, ანუ სადღაც უნდა მიდიოდეს, მაგრამ ვერ ხედავს სად მიდიხართ. თუ დაუშვათ ამ ადამიანს არ უზიარებთ თქვენს გეგმებს და მიზნებს, ან დაუშვათ თქვენს საქმის გარემოებას, ხო? ეს ადამიანი არის გაურკვევლობაში, საიდკენ მიდის თქვენი გზა. და მეც ეს გეტყვით, ძალიან დიდი დაკვირვებით გიყურებთ ეს პიროვნება, ოღონდ იმიტომ, რომ
აი მართლა გულით აინტერესებს რა და შეიძლება რაღაცა მომენტში სურვილიც კი ქონდეს, რომ თუ დახმარება დაგჭირდათ საკითხში ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ რომ მას თხოვოთ, თუნდაც რჩევის სახით და ნებისმიერი საშუალებით. აი ეს არის მისი ფიქრები თქვენზე. მადლობა სიხდით ყურადღებისთვის, არ დაგავიწყდეთ დაკომენტარება და ვიდეოს მოწონება. გამოიწერეთ ჩემი არხი, პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის მომმართეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. მე კიდე გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.